რას თამაშობდით ხოლმე თქვენ და ვახუშტი? თავისუფალ დროს რითი ერთობოდით? იცი რა, ბოლოს ეგრე თამაშობდით, მაგრამ ადრე სულ რაღაცებს თამაშობდით, ხო, იყო ეგეთი თამაში, რომელიც ვახუშტი გვასწავლა პატარები რო ვიყავით, ეგ არის მგელი და ცხვრები არის ჭადრაკის დაფაზე თამაშდება. 4 ცხვრია, აქედან და იქიდან ერთი მგელი და შენ ამ შავებზე დადიხარ მარტო, ან თეთრებზე და უნდა ბოლოში გახვიდე და მოიმწყდე მგელი, ისე რომ არ გამოგიქცეს რა, მოკეთ სულ უკეთავ და ისეთია, ცოტა დაფიქრება უნდა, ხო? მაგრამ ბავშვისთან შეიძლება. ეს გვიყვარდა, მე იყო ეგეთი ასანთებით თამაში. ეგ ძალიან მაგარია. 7, 5, 3, 1 უნდა დაალაგო ასანთები. ისე თქვა შეგიძლიათ გააკეთო. 5, 7, არა 7, 5, 3, 1. და რიგრიგობით იღებთ თითო რიგისგან რამდენსაც გინდა. თუ გინდა სულ წაიღე. და ვისაც ბოლო 1 რჩება, ის არის წაგებული რა. გასაინტერესოა და მარტივი პრინციპია, 7, 5, 3, 1 და 1 ბოლო ვინც იღებს, ის აგებს რა. რასაინტერესოა უნდა დაუფიქრდე. უკვე წარმოვიდგინე როგორ ჯაჯღანი იქნება ჩემს შვილთან მაგას რო ითამაშეთ და როგორ იჭხუბები. ძალიან საინტერესო თამაშია. მე რომ მიხვდები პრინციპს, მე ძალიან ადვილია. როსო მოგებული დარჩე, იმიტომ რომ იქ რაღაცას მაგათ აბალანსებ რა და არ დაგვასპოილეროთ და ჩვენი წევხვდებით. მე თამაშობდით, იყო კი, ურაჩკას ჯოკერი რაღაც პერიოდში რა. აღმოსავლეთსადნეს ნარდი ეყარებოდა აუცილებლად. ნარდი კი, ნარდი, ნუ თვითონ ჭადრაკსაც კარგად თამაშობდა. მე არა, ჩემს ძმას ეთამაშებოდა ხოლმე, მე ვერ თამაშობდი კარგად, ეგენ ჩემს ძმას კარგად თამაშობდა.